მოგესალმებით. ძვირფასო კრივის კომაგებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და ვიწყებთ მორიგ მოგზაურობას. ისევ და ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ისევ და ისევ გვიან ღამით, უпростоრად უკვე დილით ვიწევს გზაურობა. შესაბამისად, ყოველთვის ჩვენს ვიდეო ბლოგებში მე ვიწყებ ძალიან დაღლილი და ვამთავრებ ძალიან დაღლილი, იმიტომ რომ ჩვენი მოგზაურობები ყოველთვის ძალიან რთულია. მინდა გითხრათ, რომ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო და მე ვიქნები ქართველი მოკრევის, პროფესიონალი მოკრევის ირაკლი მუხიბულაშვილის სეკუნდანტი ფრანგულ რინგზე, სწორედ საფრანგეთში ვიმგზავრებით ახლა საქართველოსდან სტამბულის გავლით, ჩავფრენდებით ლიონში. რაც შეეხება ირაკლი მუხიბულაშვილს, წარმოადგენს ერთ-ერთ გამორჩეულ კრივის კლუბს საქართველოში, კრივის კლუბი მგლები, რომელიცაც არაერთი ძალიან ბევრი და კარგი საქებარი სიტყვა მithქვავს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ეს კრივის კლუბი და მისი მთავარი მწვრთნელი და დამფუძნებელი ბატონი მიხეილ ბაკაშვილი აბსოლუტურად ალალად იმსახურებენ. ერთ-ერთი მათგანია სწორედ კრივის კლუბის წარმომადგენელი ირაკლი მუხიბულაშვილი, ახალგაზრდა მოკრივე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ძალიან შრომის მოყვარე და ძალიან კარგი პიროვნება. ირაკლისთვის ეს არის პირველი გასვლითი ბრძოლა უცხოეთში, ზოგადად პირველი მგზავრობა საქართველოსდან გასვლა, პირველი თვითმფრინავით მგზავრობა, შესაბამისად ყველაფერი მისთვის ახალია, უცხოა, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან კარგი განწყობით მოდის, საბრძოლო განწყობით და შესაბამისად ველით მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს მიზნებს ისახავს თვითონაც და უმაღლეს შედეგებს ველით. უახლოეს ბრძოლიდანაც, რომელიც სწორედ საფრანგეთში გაიმართება. სხვა ყველაფერს მე ვეცდები გაჩვენოთ ჩვენს ვიდეო ბლოგში, ყველანაირი დეტალი ჩვენი მოგზაურობის, ჩვენი ასპარეზობის შესახებ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ასე რომ მოიწონეთ ეს ვიდეო მეგობრებო, დააკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები, გააზიარეთ სოციალურ ქსელში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ისევე მსოფლიო კრივის შესახებ. ახლა კი წავიდეთ და ნახოთ რა გველის წინ. აი მეგობრებო, ჩვენი ლომი, ჩვენი მგელი უпростоრად და მივდივართ ახლა თურქეთში ვარ, გოგჩენის აეროპორტში და ძალიან დაღლილები ვარ, ძალიან გვეძინება. მივდივართ ახლა უკვე ლიონისკენ და მე უკვე წაგვიყვანენ ლიონიდან საბოლოო დანიშნულების ადგილზე. ვცდილობთ დაღლილობა არ შევიმჩნიოთ, წონას იკლებს თან ირაკლი და ესეც დამატებითი სირთულეა ხოლმე, მაგრამ ყველაფერი მაგრად იქნება დარწმუნებული. გამოყვებით, გაჩვენებთ ყველაფერს ჩვენს ვიდეო ბლოგებში. დაღლილი დაქანცულებმა ჩამოვაღწიეთ. აი, ცუდად არის კაცი, მაგრამ ვცდილობს რომ შეინარჩუნოს განწყობა. ჩამოვედით უკვე ლიონში ვართ. პასპორტ კონტროლი გავიარეთ, კეთილი იყოს შენი ფეხი ევროპაში. პირველად არის და ნუ რავი, კარგად მიდის ყველაფერი. მთავარი ახლა დროულად დაგვხდნენ, დაგვიყვანონ, თორე ნერვები აღარ არის უკვე. აი, ძვირფასო მეგობრებო, ჩამოვედით, დავბინავდით, გრენობლის გარეუბანში ვართ, სასტუმროში. კაიხანია აქ ვართ, რამოდენიმე საათია. ცოტა დავისვენეთ, მაგრამ წონა ჯერ არ ჩაგვიბარებია და შესაბამისად ირაკლის არ უჭამია და დაღლილია და რა თქმა უნდა ეს შიმშილი ძალიან ძნელია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვცდილობთ შევინარჩუნოთ განწყობა, ეხლა სწორედ ველოდებით რომ წაგვიყვანონ უკვე აწონვებზე, წონასაც ჩავაბარებ და
მე უფრო კარგად დავისვენებთ, როცა შევჭამ. მოვიდა აწონების დრო. და აი ესეთ ადგილას მოგვიყვანეს. ძალიან ცუდი ადგილია. ძალიან რაღაც გვეღადავებიან. მე მგონი ამ დამშეულ ხალხს. გემრიელი რაღაცებია გარშემო და აქ უნდა აგვწონონ. მიგზადებენ. რა ვიცი, გული თუ არ წაგვივიდა მანამდე. ნახოთ აბა. For the roll, the crown, I step in. Cause the silence bows down, hands raised. Not to show off, but to break. Then crack bone with the price I pay. They see gloves, I feel ghosts of every loss. That taught me most. The scale tipped to 6 and 68. Heart heavier than the weight I take. Clock ticks like a judge's gavel. No crowd noise, just my own travel. From shadow to ring, one breath, one name. Carved in chalk where fear got tame. I don't step in for the likes or the fame. I step in cause the fire stays the same. I shut, hear the bell in my chest. This ritual's older than the rest. Tap gloves, now that's for sure. My respect lives in the punches I throw. In the way I've been, but never break. In the calm, right before the quake. ონა ჩავაბარეთ, სურათები გადავიღეთ და აი ადამიანური სახე დაუბრუნდა ირაკლის. ცოტა წახემსება მიდის ახლა ადგილზევე. რაც რა თქმა უნდა ჩვენი ძალიან კარგია. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავბედნიერდით და ფალებიდან გამოვიხედეთ. უკვე ყველაფრის იმედი გვაქვს. სასწრაფოთა მოგვეხსნა, ასე რომ ფალმაგრად იქნება ყველაფერი. აი ესე მეგობრებო, დღეს ბრძოლის დღე გვაქვს და თავისუფალი დრო გვაქვს აღამომდე. შესაბამისად, გამოვედით მე და ირაკლი და გადავწყვიტეთ, რომ ცოტა გავიაროთ ქალაქში. გრენობლის ცენტრიდან ვართ მოშორებით. ამიტომ ფეხით ბევრი რო არ ველო, გადავწყვიტეთ ავტობუსით გავიაროთ. და ეხლა ვზივართ ავტობუსში, იმედი არ დავიკარგებით. და მივდივართ გრენობლის ცენტრალური ნაწილისკენ. ნახოთ აბა, რა შეგვხდება წინ. საინტერესო დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი რამე რუკაზე არ მომინიშნავს, რა შეგვხდება, იმას ვნახოთ. და თქვენს გაჩვენებთ რა თქმა უნდა. ჩამოვედით გრენობლის ცენტრში ვართ, ცენტრალურ ნაწილში უკვე. ვიქტორ ჰიუგოს ქუჩა, მოედანი. ცენტრალური ნაწილი ერთ შეხედვით არის ძალიან კარგი, ლამაზი, თანამედროვე, თანამედროვე, საინტერესო. და დავათვალიერებთ ახლა ქუჩებს, დრო ბევრი გვაქვს, ვიბოდიალებთ. და ყველაზე მთავარი რაც აქ არის ბასტილიის ციხე, ცნობილი, რომელზეც ავალთ თუ არა არ ვიცი, მაგრამ შორიდან მაინც შევავლებთ თვალს. და ყველაფერი კარგია, საინტერესოა და მოგწონს. არა ირაკლი? რა თქმა უნდა. On s'aimait sans ennui, et bien mieux qu'aujourd'hui. À Grenoble, tu riais dans le noir, la chambre se taisait, c'était facile à croire. Moi aussi je riais, et la ville dansait. Souviens-toi, tu l'as dit, il y aura d'autres nuits à Grenoble. On s'aimera, mais oui, tout autant qu'aujourd'hui. Tu parlais, tu riais, c'était beau, c'était vrai. J'aurais voulu prier, tu venais de m'aimer, et la ville dormait.
ძალიან მაგარია ქალაქი გრენობლი და მისი საოცარი ხედი. აი, მინდა რომ თქვენც ნახოთ. საოცარი ხედებია. მთებს შორის მოქცეული ქალაქი, სადაც აი ერთ-ერთი ციხესიმაგრიდან გადმოვყურებთ ახლა ჩვენ აი ამ საოცრებას. მთებს შორის მოქცეული საოცარი სიმკვდროვეა და საოცრად თბილა სხვათა შორის, მაშინ როცა გარშემო მთებზე თოვლია. ძალიან მაგარ ადგილას მოვედით. გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. Souviens-toi de la pluie qui pleurait cette nuit à Grenoble. On s'aimait sans ennui. Et bien mieux qu'aujourd'hui. ვინ ამბობდა ბებერი ლევანა ვერავაო? ვინ ამბობდა? ვინ ამბობდა? აი, სადა მოვედით. ავიღეთ თუ არა ბასტილია? ავიღეთ. საღამოს რას ვიზავთ? რინგს ავიღეთ. უეჭველი მაგარ ხოძზე მოვედით და აი ამ საოცარ ადგილას ბასტილიის ციხიდან უნდა ჩამოვიდეთ და უნდა ავიდეთ რინგზე. და უნდა მოვიგოთ. სხვა გზა არა გვაქვს. ასეც იქნება დარწმუნებული. Просто ნახეთ რა მაგარი ადგილზე ვართ. ხალხო, საოცარი. აი მეგობრებო, ეხით ამოვედით ამ საოცარ ციხეზე, ბასტილია, ყველასათვის არის ცნობილი და ეხლა აქედან დავეშვებით, საოცარი ხედები ვნახეთ და დავეშვებით საბაგიროთი, ველოდებით. ძვირი არ არის, სხვათა შორის ერთი გზა, სადღაც შვიდევრომდე, მაგრამ გვიღირს. დავედით, ეხლა დავეშვით და გავემართებით მერე უკვე ჩვენი სასტუმროსკენ. იმედია უკანეთზესაც გავიგნებთ. Souviens-toi de la pluie qui pleurait cette nuit à Grenoble. აი მეგობრებო, ვეშვებით საბაგიროთი. ძალიან დიდ სიმაღლეზე ვართ. ბასტილიის ციხიდან გრენობლისკენ. საოცარი ხედებია, მაგრამ თუ რამეა, მოგვიგონეთ. კაი ბიჭები ვიყავით, ვაჟკაცურად ამოვედით. დავიფყარით, ბასტილია ავიღეთ შტურმით და აი ასე ვეშვებით ახლა გრენობლისკენ. თა როგორი ქარი უბერავს. იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. Souviens-toi, tu l'as dit, il y aura d'autres nuits à Grenoble. On s'aimera, mais oui, tout autant qu'aujourd'hui. Tu parlais, tu riais.
C'était beau, c'était vrai. J'aurais voulu prier. Tu venais de m'aimer. Et la ville dortait მეგობრებო, მოვედით მე და ირაკლი უკვე ბრძოლებზე. აი, დავიხვიეთ და დრო გვაქვს ახლა სანამ გახურებას დაიწყებს. საკმაოდ ისეთი შოუა, ბევრი სამოყვარულო წყვილებია, იბრძვიან და ბოლო მთავარი ბრძოლა არის ირაკლის უკვე, რომელსაც ელოდება მთელი მაყურებელის ყველა. ჩვენ რა ვიცი, მე მგონი, კარგი განწყობით ვარ დღეს. საინტერესო დღე გქონდა. კარგად ვისეირნეთ, კარგი და საინტერესო ადგილები ნახეთ, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. მე მგონი, კარგი იყო ეს ბავლა. ირაკლი, ეხლა გითხარი უშუალოდ ბრძოლის წინ, როგორ გძნობ შენ თავს, როგორია შენი განწყობა, შენი მოლოდინები აი ამ ბრძოლაში. შესანიშნავად მოხდა და მასწავლებელი უნდა დავადეთო, რომ გავიმარჯვა და გამარჯვებით დავუბრუნდე სახში. ირაკლი, შენ წარმოადგენს კრევის კლუბ გლებს, რომელიც ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და კოლორიტულ კრევის კლუბად თბილისში. მოდი მოგვიყევი რა სიტუაციაა თქვენ კრევის კლუბში, როგორ მიდის ვარჯიშები, როგორ მიდის მზადება? ბიჭები აქტიურად მემზადებით. ყველა ძალიან კაი გარემო გვაქვს, ან ძალიან შინაური გარემო გვაქვს, იმიტომ რომ ყველა ძალიან მეგობრობთ რა, ყველა და კარგად ვისმენთ ერთმანეთს და გვერდში ვდგავართ ყველაფერში. ნამდვილად სანიმუშოა მართლაც თქვენი გუნდურობა, მე არაერთხელ ყოფილი ვარ თქვენ დარბაზშიც, თქვენ მოკრივეებთან ერთადაც და მინდა მეც გამოვხატო, რომ ნამდვილად პატივისცემა თქვენი კრევის კლუბის მიმართ, მისი დამფუძნებლის და მთავარი მწვრთნელის ბატონ მიხეილ ბაკაშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი წარმატებული მოკრივე, ისევე როგორც შენ და ისევე როგორც ძალიან ბევრი ხართ თქვენი კრევის კლუბიდან კიდევ შეემატება ქართულ საკრევო ოჯახს. ირაკლი, კიდევ ერთი კითხვა, რაც მექნება შენთვის არის პირველი გასვლაა შენი საზღვარგარეთ პირველი ბრძოლა პროფესიონალურ კრივში. ეს ხო არ გიქმნის, აი განწყობაზე ხო არ მოქმედებს რაღაც ზედმეტი დაძაბულობას ხო არ გქნობ, ან ხო არ განერვირებს რამე? არანაირად. 22-ის ჭულს იმაშენ მზადე. შემდეგი ბრძოლა, ამისთვის კი არა, ამის შემდეგი ბრძოლა რა თბილისში იბრძოლოს, იმისთვის იმაზე ფიქრობს. უკვე შესაბამისად მართლაც მეც ვადასტურებ, რომ ნერვების მხრივ ირაკლის ყველაფერი წესრიგში აქვს და არ ამგონია, რომ რაღაც ახლა ხელი შეგვეშალოს აი ამ კუთხით. მინდა გისურვო წარმატებები, მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი, ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია, კარგი მოკრივეა და ნახოთ, ყველაფერს გავაკეთებთ რინგზე, ეს შემპირდა მე ირაკლი, დანარჩენი გამოჩნდება. მხოლოდ გამარჯვებისთვის გადიან გლები რინგზე და არც ირაკლია გამონაკლისს. გისურვებ წარმატებებს და კიდე ერთი ბოლო კითხვა რაც მექნება, ეს არის უკვე უშუალოდ ამ ქალაქზე, სადაც ვართ, რამდენად მოგეწონა, როგორ მოგწონს საფრანგეთი, გაამართლა თუ არა შენი იმედები ამ ქვეყანა? კი, ძალიან ლამაზი ქალაქია და რა ვიცი, ყოფილი და ურჩი რასაც ქვია, ძალიან მომეწონა აქაურობა. კი, ხო არ შეგეშინდა იქიდან რომ დავეშვით რაღაც ერთი მომენტი. მაგარია. ხო, საინტერესო გამოცდილება გქონდა მოკლედ ყველანაირად დღეს და აბსოლუტურად მზადყოფნაში ვხვდებით ბრძოლას. წავედით ახლა, ვიჭხუბოთ.
ჩვენი ბრძოლის დრო მოვიდა. უკვე სულ მალე გავალთ რინგზე. ყველაფერი არის ძალიან მაგრად. ჩვენიერი განწყობა, ვისაუბრეთ, ყველა გეგმები დავსახეთ და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. დანარჩენი უკვე უფლის ხელშია და ჩვენ ხელში. წარმატებები ძმაო. Давай. Кай бичи. Карги ха. Карги. Дацай хла аричкаро. Аричкаро, аричкаро, аричкаро. Аричкаро. Jigari khan, da aberkoti. Midi. Kargi khan, Mikhail. Zagol. Dautal. Midi. Geli khan. Motrialdi. Davai, Mikhail. Tquyanura, daumizne. Kargi khan. Davai, Jigari. ემოძრავე, კარგი ხარ, ეგრე, ოპა! ჯიგარი ხარ, შენ გენაცვალე, ჯიგარი ხარ. გადახრები, შედი. დავაი, ოპა! მიდი, ოპა! გააგიჟე, მიდი. აპერკოტი. დავაი.